ძველი აღთქმიდან ცნობილია, რომ ელია წინასწარმეტყველი ცეცხლოვანი ეტლით ზეცაში აიტაცა უფალმა, ხოლო დედამიწაზე დარჩა მისი ხალენი, ანუ მოსასხამი. მეომრებმა, რომელთაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი 64 ნაწილად გაყვეს. თვითეულ მეომარს ხვდა თავისი წილი და აგრეთვე კვართი, ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი. დაუთხრეს ერთმანეთს, ნუ დავხევთ ამას, არამედ წილი ვიყაროთ მასზე, ნახოთ ვის შეხვდება. ცხეთა, საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქი, მეორე იერუსალიმად წოდებული. როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს ჰურიათა, ღვთის განგებით იგი ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოს კარსნელს ხვდა წილად. ელიოზმა და ლონგინოსმა კვართი ქართლში წამოაბრძანეს. ცხეთას მოსულ ელიოს წინ შემოეგება დაითვისი, სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა ჩვენისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელ ქართლში. მეფე ადრეკმა მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ სიდონიას გაცივებულ მკლავებს იგი ვერავინ მოაშორა. ელიოზმა თავისი და წმინდა კვართთან ერთად დაკრძალა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ქართლის მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მაგრამ ვინაიდან მოახლოვებული იყო მიძინების დღესასწაული, ღვთის განგებით და ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით, საქართველოში საქადაგებლად ჩამოვიდნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. მაგრამ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მხოლოდ მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ. ამავე პერიოდში წმინდა ნინოს ლოცვა კურთხევით სიდონიას საფლავზე მოიჭრა კვიპაროსის ხე და ზედ დაშენდა ხის ეკლესია. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ამავე ადგილას ააგო ქვის ტაძარი, ხოლო მე-11 საუკუნეში კი აშენდა სვეტი ცხოველი, მთელი ქართლის სული და გული. ამრიგად სვეტი ცხოველი დგას უფლის უკერველ კვართზე. სავარაუდოდ კვართი ამ სვეტის ძირშია დაფლული. ქართული ეკლესიის მტრებმა ერთხელ მოინდომეს საფლავის გამოთხრა და კვართის ხელში ჩაგდება. მაგრამ უფლის ნებით მოულოდნელად თავს დამტყდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ხელშეუხები დატოვა წმინდა სამოსი. სვეტი ცხოვლის მარჯვენა საკურთხეველთან კი დაფლულია ელია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც ებრაელებს საქართველოში ჩამოუტანიათ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში. სწორედ ხალენია წინაპირობა უფლის კვართის საქართველოში მოხვედრისა.
ხალენი ამჭის ძირშია დაფლული. ჭიდან ამოღებულ წყალს ბევრი სასწაული მოუხდენია მორწმუნეებზე. ეს კი ზუგდიდია, სამეგრელო. საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე დასავლეთით. აქ დადიანების სახლ-მუზეუმში ინახება ამჟამად ღვთისმშობლის კვართი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვა ქალწულისთვის გადაებარებინა. ასე თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს სიწმინდე. 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გენადიმ და იმპერატორმა ლეონმა ძმების გალბიუსის და კანდიდის დახმარებით ღვთისმშობლის კვართი ლაქერნაში ზღვის სანაპიროზე გადაასვენეს. შემდგომში იქვე ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყელის ნაწილი. ერთი ვერსიით მე-7 საუკუნეში დედა ღვთისას პატიოსანი სარტყელი, კვართი და ლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად საბერძნეთის კეისარმა ჰერაკლემ აჩუქა ქართველთა მეფეს. სხვა ცნობით ეს სიწმინდეები ბიზანტიაში ხატმებრძოლთა ერესის მძვინვარების დროს გამოარიდეს მწვალებელთაგან ხელყოფას. არსებობს ვერსია, რომ ეს სიწმინდეები მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი კონსტანტინოპოლიდან. 1805 წელს სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის ქვრივმა ნინო ბაგრატიონმა ეს სიწმინდეები საჩუქრად მიართვა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე პირველს. იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა. ახალი პერანგით შემოსა. კვართისა და სარტყელისათვის საგანგებო კიდობანი გააკეთებინა და სიწმინდეები სამეგრელოში დააბრუნა სპეციალური მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ლაქერნის ხატის სახელობის. ტაძრის აშენება 1830 წელს შეძლო გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ, ლევან მე-5 დადიანმა. მთავარმა ზუგდიდი თავის მუდმივ საცხოვრებლად აქცია. ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა. მე-20 საუკუნის საშინელ მოვლენებს ვერც დადიანების ეკლესია გადაურჩა. ღვთისმგმობელი მთავრობის ბრძანებით წირვალოცვა აიკრძალა. ეკლესიაში კი ხან მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხან სამხატვრო სახელოსნო, ხანაც თოჯინების თეატრი. 1990 წლიდან ტაძარში მსახურება განახლდა. ამჟამად ის ზუგდიდ ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. ლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატი კი ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. ყოველი წლის 15 ივლისს, როდესაც აღინიშნება დღესასწაული ღვთისმშობლის 60-ის დადების დღეს მუზეუმიდან გამოგზავნება
ზუგდიდის ვაქენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ის შესამოსელიდან ჩვენს მორწმუნეებს საშუალება აქვს, რომ წირვის შემდეგ ემთხვიოს ამ უდიდეს სიწმინდეს და მისგან მიიღოს მადლი, წყალობა და დედაღვთისმშობლისაგან კიდევ ერთხელ დალოცვილი და კურთხეველი. უამრავი არის ბიბლიაში, სახარებაში, წმინდანთა ცხოვრებაში მაგალითები, როდესაც ადამიანები მარტო შეხებით შესამოსელისა ინკურნებოდნენ სულიერი და ფიზიკური უძღვრებებისაგან. და ჩვენს დღეს ვითხოვთ კურნებას. კურნებას ვითხოვთ ცოდვებისაგან, კურნებას ვითხოვთ ამპარტავანებისაგან, შურისაგან, უსიყვარულობისაგან, რომ აი ეს ბოროტება, რომელიც ჩვენში არის და რომელმაც სამწუხაროდ მიჩქმალა სიკეთე, აი ეს ბოროტება გავიდეს ჩვენგან და ის სიკეთე ასევე როგორც ჩვენშია, როგორც ღვთის საყვარელ არსებებში, აი ეს სიკეთე წამოიწიოს და მოიცვას მთელი ჩვენი არსება, ჩვენი გონება, ჩვენი გული და ჩვენი სხეული. საუკუნეების შემდეგ აღმოჩნდა ზუგდიდში ეს უდიდესი სიწმინდე და ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის როცა კურთხევით გამოცხადდა საერთო საყოველთაო დღესასწაულით. ეს მართლაც არის ძალიან დიდი და ეს არის კიდევ ერთხელ შეძახილი ყველა წმინდა ღვთისმშობელისა თითოეული ქართველისათვის, თითოეული ჩვენი ქვეყნის მკვიდრისათვის, გაერთიანებისათვის, მიტოვებისათვის, სიყვარულისათვის და დღეს ყველანი ხედავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან არიან ჩამოსული სასულიერო პირები თავის ველთან ერთად. დღეს ჩვენს ერთობლივ წირვაზე ბრძანდებოდნენ სასულიერო პირები ათონის მთიდან, საფრანგეთიდან, სხვადასხვა ეკლესიებიდან და მე მინდა თქვენი ტელევიზიის საშუალებით მიულოცოთ ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქრისტიანებს ეს დიდი დღესასწაული დასაბამი ამ დიდი დღესასწაულისა და ყველა წმინდა ღვთისმშობელი შეეწიროს ჩვენს ქვეყანას დედა ღვთისმშობელმა დაალოცოს, გაახაროს, აღუძელოს და მისი საფარული გადააფაროს ჩვენს ქვეყანას და ყოველ მართლმადიდებლურ ქრისტიანებს. რამდენიმე ხნის წინ აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ როდესაც ერთ-ერთი კინო გადამჯობები ჯგუფი იღებდა დოკუმენტალურ ფილმს ყველა წმინდა ღვთისმშობლის სამოსლის შესახებ, აღმოჩნდა ამ შესამოსელზე
გამოცხადა უბრალოდ მაცხოვრის სახე, ხათუქმების სახე. ეს სახე უკვე ჩანს თვით ფოტოებზეც და მართლაც ეს არის კიდევ ერთი სასწაული, რომელსაც მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში ვხვდებით ჩვენ, მხოლოდ იქ, სადაც მადლია, იქ, სადაც წყალობაა და იქ, სადაც ჭეშმარიტება არის. 2001 წლის 26 თებერვალს საკურთხევლის ზემოთ ფრესკაზე ღვთისმშობლის თვალიდან და მაცხოვრის ხელიდან დენა იწყო მირონმა. იგივე განმეორდა მეორე დღეს. კანკელის ხატებზე ცრემლის სახით იწყო დენა მირონმა. ატირდა რამოდენიმე ღვთისმშობლის ხატიც მრევლთა ოჯახებში. სქიმონაზონი ქეთევანის ქოხში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 1976 წლიდან მის სამლოცველო ოთახში მირონისტის ხატებს, სურათებს, კედლებს. სქიმონაზონი ქეთევანი, მებონია. დაიბადა 1916 წელს უსპენსკის რაიონში. 15 წლისას სრულიად მარტო დარჩა. შიმშილმა იმსხვერპლა მისი ოჯახი, დედ-მამა, 2 ძმა და და. ერთი პერიოდი ცხოვრობდა ბავშვთა სახლში. შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში. არმავირში გადასვლის შემდეგ ეკლესიის მრევლი გახდა. სხვადასხვა დროს მოლოცვილი აქვს ეკლესიები მაიკოპში, კრასნოდარში, სოჩში, გუდაუთაში. 1957 წლიდან ზუგდიდშია. აქვე გათხოვდა. ეყოლა 3 შვილი. მალევე გარდაეცვალა მეუღლე, შემდეგ შვილები. მონაზნური მორჩილება მიიღო მამა იოაკიმესაგან. მონაზნური სქიმა არქიმანდრიტ კონსტანტინესაგან. სქიმის მიღების შემდეგ მონასტრიდან გაანთავისუფლეს იმ მოტივით, რომ მონაწილეობა მიიღოს ეკლესიური ცხოვრების აღორძინებაში. ცხოვრება მძიმე დაღი დაასვა. ფიზიკურად დასნეულდა. მისი ქადაგებისა თუ ლოცვა კურთხევის გაგება მხოლოდ დაძმა ზურაბ და ჟანა აფსავების საშუალებით თუა შესაძლებელი. ისინი მზრუნველობას არ აკლებენ ღვთისმიერ ადამიანს. ხატებზე მირონიც პირველად სწორედ ზურაბმა შეამჩნია. ამ სურათზე თამარ მეფე აღარცა ჩანს, მაგრამ როგორც ხედავთ მირონიკის დის. შეხედეთ ცარიელ სურათებს, კედლებს. სქიმონაზნობა ანგელოზებრივი ხარისხია და მისგან კურთხევის აღება უდიდესი მადლია. დედა ქეთევანს ხშირად ეცხადებიან დიდი წმინდანები, წმინდა ქეთევან დედოფალი, მეფეთ მეფე თამარი. ქეთევანი აკისდაო. მე იქვიჯექი. მე ვიჯექი ვაკ. ქეთევანზე ვერ გაუგედა და მეუღლეს უთხარი. ასეთია მთელი მსოფლიოსთვის მოლოცველი იღუმენიის სასწაულებით სავსე სახკარი, რომელსაც ის მთლიანად ლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს ასწირავს.